გურჯაანის სპორტული გაერთიანების არსებობის ისტორიაში ყველაზე წარმატებული 2025 წელი იყო. გაერთიანების ხელმძღვანელის გელა დალაქიშვილის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის აღსაზრდელები წელსაც ყველა იმ ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას, რაც სამინისტროს სპორტული კალენდრითაა გათვალისწინებული. დამთავრდა არდადეგები და შესაბამისად ჩვენი მუნიციპალიტეტის სპორტული გაერთიანებაც როგორც ყოველთვის აუწყობს ფეხს ამ ღონისძიებათა ნუსხას, უკვე როგორც ყოველთვის ფლაგმანი ძიუდოს ფედერაცია ატარებს პირველივე ღონისძიებას 15 იანვარს დაიწყება საქართველოს ჩემპიონატი ჭაბუკებში. შესაბამისად მუნიციპალიტეტის ნაკრები გუნდის საბრძოლო შემადგენლობით მივამგზავრებით. მინდა გითხრათ, რომ არა მარტო ძიუდო, სხვა სახეობები მოგეხსენებათ 17 სახეობა გვაქვს მუნიციპალიტეტში და ყველა სახეობები შესაბამისად წლიური კალენდრის მიხედვით მიიღებს ყველა ღონისძიებაში მონაწილეობას, ეს იქნება საქართველოს ჩემპიონატი, სხვადასხვა ტურნირები და როგორც სხვა წლებშიც იგეგმება ასევე საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის მიღება სხვადასხვა სპორტულ სახეობებში. ის სახეობების მიხედვით მზადყოფნაშია გუნდები, მზადყოფნაშია ინფრასტრუქტურაც და ყველანაირად მოტივირებულია გურჯაანის სპორტული გაერთიანება აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად და არა მარტო მონაწილეობის მისაღებად მაღალი სიჯის მედლების მოპოვებისთვის.